ხომ მოვიდა ფეხბურთის დრო რა. აღარ მოვიდა, ხომ მოვიდა ბოლო-ბოლო, რა ვიცი, ამდენ ლაბარაკი და ფეხბურთი და ფეხბურთის წიგნები რა. ყველაზე დიდი სიამოვნება რაც ცხოვრებაში მიმიღია ეს არის ფეხბურთს ყურება კი, მაგრამ ფეხბურთზე წიგნების კითხვა. დღეს უკვე ისეთი დროა, რომ მთელ მსოფლიოში არის ეს უშველებელი წიგნები, გადასარევი ფოტოებით, ავტობიოგრაფიები, ლიტერატურული მემს იგებენ, ფეხბურთელების წიგნები, გადასარევი წიგნები. ერთმანეთზე უკეთესია ეს. ინგლისელებმა წამოიწყეს, მე ახლა გადავიდა ყველგან. კაი ხნის ისტორია აქვს ამას. ნახევარი საუკუნეზე მეტის. როცა ფეხბურთი გახდა სახალხო ყოველთვის იყო, მაგრამ თან კომერციული რო გახდა. აი ჯიმი ჰილი იყო ასეთი კაცი, ფეხბურთელი და ტელეწამყვანი. ოდესღაც 50-იანზე თუ 60-იან წლების დასაწყისში მოიგონა, რომ უნდა იყოს შარფები, გაიყიდოს მაისურა, ფულემის ფეხბურთელი იყო, მე კოვენტრის მწვრთნელი, მენეჯერი. აი მან მოიგონა ეს, რომ გასვლაზე გუნდს წაუყვეთ და მთელი ეს ამბები ერთი კაცის მოგონილია თავიდან. შესაბამისად ამას ბევრი წიგნებიც მოყვა, რა თქმა უნდა. მაგარი იყო. საბჭოთა კავშირშიც იყო ფეხბურთზე წიგნები, ცოტა უცნაურად, ხა რუსული მე ერთადერთი მაქვს წაკითხული, არა ორი მაქვს წაკითხული, ფეხბურთზე წიგნი ერთი იყო ეს. იგორ ფესუნენკო იყო კორესპონდენტი ბრაზილიაში და პელე გარინჩა და ფეხბურთის ქართულადაც იყო თარგმნილი და იქ მთელი ფლაფლუ ზეზე მორეირა და მთელი ამბები იყო იქ, რა პელეზეც იყო იქ. სტამბეჭდავი წიგნი იყო, მოკლედ თუ ფეხბურთი გაინტერესებდა. მეორე წიგნიც ჰქონდა მარაკანას ღრმო ჩაშა მარაკანმა ის ქართულად არ იყო თარგმნილი. ცოტა გვიანდელი თან და იმას სხვა გემო ჰქონდა ესე 60-იანი წლების სული ხო მაინც სხვა არის რაღაცა ეს ბახ აფეთქება ყველაფერი პელე დადის სერიალებში თამაშობს მე გიტარაზე უკრავს ცოლი ნამსხვრს აკე ასეთი სიუჟეტები იყო იქ ყველაფერი ეს რუსული კაჟი იმიტომ თქვი რომ საბჭოთა კავშირში ვიყავით და აილე ფილატოვი იყო იმის წიგნები კაი იყო რა აქვე დარჩენილი ცოტა მოსაწყენი და რთული იყო ახლა იმას აქში როცა კითხულობ ამ წიგნებს და გიждდები ხო და ფილატოვი მაგარი იყო. ერთ წიგნი მაქვს კიდე წაკითხული მასლოვის ტრენერის საფეხბურთო თამაშის ტაქტიკა სტალინის დროს გამოცემული. ნუ ის დუბლვეზეა და როგორ ისა, მაგრამ საბჭოთა გუნდებს თავის ის ჰქონდათ რაღაც მოგონილი რაღაცები, რითაც აკვირვებდნენ ხოლმე მეტოქე გუნდებს თუ შეხვდებოდნენ ესეთი ამბავი იყო პერსონალური მეურვეობა, პერსონალური აპეკა ეს საბჭოთა ეს არის რა, know-how რა ქვია ასეთი. რომ დაძდევ კაც ბურთს მიღების საშუალებას ჯერ კიდე როდის არაფერი იტალია და კატე ნაჩვენები არ არის მაგრამ ეხლა შორს წავალ ეხლა ესე რომ დავით ქართულ ფეხბურთია და სახალისოა ყოველთვის და ქართულად იყო გადასარევი წიგნები ფეხბურთს ბევრი არ იყო მაგრამ ფეხბურთზე წიგნებს ჰქონდა თავისებურება რომ იკარგება ეს არ გიჩერდება იმიტომ რომ მე სხვა უნდა წაიკითხოს რა ეს არის რეალური ბესტსელერები იმიტომ რომ ბიჭები ძალიან კითხვა არის მე ესე მახსოვს მე რომ პატარა ვიყავი რომ ფეხბურთზე წიგნი იყო უდიდესი საჩუქარი რაღაცა თუ ჩაგივარდებოდა ხელს ვიღაცის ან შენი ან სახში აღმოაჩე იყო ხოლმე სადღაც შემალული უცნაური ფეხბურთის წიგნები რაღაცა ну თარგმნილიც იყო 1-2 ოღონდ ძალიან შემოკლებულად მე აღმოჩნდა საზღვარგარეთ და იგივე წიგნები რომ ნახე ძალიან სქელი იყო და შენი მიყო პატარები აი სტენლი მეთიუზის აი 35 წელი მარჯვენა ფრთაზე აი ბედობაზე წინა წიგნი იყო ესეთი მაგარი ისტორიებით პარიკმახერი მამა რო ავარჯიშებს რა იქ უშუალებელი იყო რომ ჩავედი ინგლისში თუ მაინც ჩვენ ყოფნი და დი სტეფანოს იყო მთლად აი ესეთ პატარა მიგონებს ალფრედო დი სტეფანო პირდაპირ კი არა, მაგრამ აი ეს კარგები იყო ეს. ნუ დამრტყმელი წიგნი იყო, რა თქმა უნდა, ესეთი თხელი წიგნი იყო, ასევე მეპელე და მოხუცი და ბურთი ერთად იყო. ეს იყო ბრაზილიური. ალბათ არ ვიცი, რუსულიდან იყო ჩვენთან ყოველთვის თარგმნილი, მაგრამ ეს იყო პორტუგალიური ორიგინალი. მეპელე, ანუ პელეს ახალგაზრდობა, ბავშვობა, თვითონ პელეს მოთხრობილი და მეორე იყო მოხუცი და ბურთი
მილტონ სანტოსის ცხოვრება იმაში ბევრი იყო გარენჩაძე. ავტორები, იმდენი ავტორი არ მახსოვს, ეს ავტორები მახსოვს. ეს არის ჟასინტო დე ტორმეში, ვინც დაწერა მოხუცი და ბურთი და პელეს წიგნი, ეს ხო გოსტრაიტერი რო ქვია, ვინც ამას ჟურნალისტები უწერდნენ, მაგრამ ის ავტორია, ის ნილტონის წიგნი არა, ეს ავტორი. აქ ქვეშ ეწერა ქართულა, ეხლა დღეს სხვანაირად უკვე რომ ვიცით რომ პორტუგალიურად როგორ ლუარია ფრანცისკო ალუესი ეწერა მეპერლენ, მისი დახმარებით ასე. Ghostwriting ეს თავარი რამეა სპორტსმენებისთვის. მაგარი ghostwriter-ი თუ ესენი არიან ცნობილი ჟურნალისტები სპორტული როგორც წესი და გადასარევად წერენ ამის თუ ანუ როგორ რამეც და ფეხბურთზე წიგნი შეიძლება კარგი იყოს. არ მაგოდეს ამ თვად გადასარე ავტორი არის ჟურნალისტი რომელიც ფეხბურთელს ათხრობინებს მაგრამ ჩვენ მქონდა ჩვენი წიგნების გასვა ამაზე. სადაც იყო ბევრი რამე იყო იქ, მაგრამ სახალისო ისტორიები იყო ძალიან ძველ თბილისში, ომამდელ თბილისში, აი მეორე მსოფლიო ომამდელ თბილისის დინამოზეც კი. მანე მივიტყვია გამახსენე, აი როგორი ეპიზოდებია იცი გუნდის ცხოვრების, ახლა მაშინდელი ფეხბურთი დღევანდელი და გუნდის ცხოვრება ძალიან განსხვავდება. მაგალითად თბილისის დინამოს მეორე მწვრთნელი იყო ჟულ ლიმბეკი, დიულა, გიულა, იგი უნგრელი იყო, ოღონდ ფრანგული იმეებით რა. ეს იყო მოხეტიალე მწვრთნელი ლიონს წვრთნიდა თბილისის დინამო. თელ ევროპაში წვრთნიდა თითო წელიწადი გუნდებს რა. ხოლო ლიმბეკი ამბობდა რომ შავი ღვინოს ასარგებლოა და თითო ჭიქა ყველას და იქ გუნდში ყოველთვის არის 1-2 დამლევი. რა ქვია თითო ჭიქა და სხვა სულ არ უნდა რა. ეს ბიჭები აკეთებდნენ რომ თბილისის დინამოს ლეგენდარული მეკარე იყო აი 30-იანი წლების დოროხოვი, შურა დოროხოვი რა. ძალიან მაგარი მეკარე და როგორც გულშემატკივრებს უთქვამ ჩვენთვის განსხვავდებოდა სხვებისგან იმით რომ საბჭოთა მეკარეებს 70-იან წლებში ყველას ეცვა შავი. ყველაფერი შავი დოროხოს 30-იან წლებში ეცვა ხასხასა მწვანე. ეს უთქვამ ჩვენთვის რა. ის მოსწრებია და უყურება. უყვარდა ისეთი ლაღი ბიჭი იყო და გადახუხვაც უყვარდა. ესენი ყველა ამ ჭიქას აძლევდნენ იმას რა ქვია, ვარჯიშის სადილი და საღამოს ვარჯიში. ყოფილა რომ ესე იგი დოროხოვი მთვრალი ყოფილა თამაშის წინ, პასუხისმგებელი თამაშის წინ მოსკო. ეს არის ფეხბურთის ეს წიგნებშიც არის ბევრგან რა ქვია და კარში ბადეში რომ მეკარეები ბოთლით გამენ წყალი რო დალიონ იქ არ აყირო გამოსulis ანუ წყლით ვერ გამოხვალ. სხვანაირი იყო ფეხბურთი. აი ედგან წამიკითხავს ავტოჭკუასელმა თქვა ყოფილაო რომ ავტო დიდი ფორვარდი იყო ავტოჭკუასელი 40 წლების ბოლოდან და 50-იანებში. რესტორნიდან წავსულ ვარ თამაშს, იმიტომ რომ არ იყო გამოსავალი ბიჭებმა არ გამომიშვეს. საერთოდ ეს მაშინდელი ფეხბურთელი ძალიან საინტერესო ხალხი იყო. აჩიგინაძე იყო ცნობილი მცველი და მიშა მესხშოთაიამანიძე ისინი მაგისტრის არის გამოზდილი ასე. მერე უკვე მწვრთნელი იყო და ესეც ცნობილი ადამიანი და ფეხბურთელიც მაგარი იყო. 30-40 წლების დინამოში ყველგან დაცვაში მოგეხსენებათ რა ქვია. მიშა ჯოჯუა, არჩილ კიკნაძე, უშანგი, ლევან სალადაძე, ეს არის ადამიანი რომელმაც ქუთაისის ტორპედო ააშენა და გადმოიყვანა უმაღლეს ლიგაში საბჭოთა კავშირში პირველად 60-იან წლებში. დატანჯეს მე ამ კომუნისტმა ფუნქციონერებმა იმედა პაუდირეს. ეს ასეთი დროა. და მაგრამ ფეხბურთი არის ბევრად კეთილი საოცარი და ლამაზი, უფრო ნელი, მაგრამ სხვა რაღაცაზე აგებული რა ქვია, არ არის. გუნდები მხრები არ არის. ესეთი წიგნები იყო და იყო ქართული ფეხბურთელებისაც რამდენიმესი, მაგრამ ეს მაინც იშვიათობა იყო. მე ახლა ვერ გავიხსენე და ვერც მოვიძიე ვერსაც შოთაიამანიძის წიგნი პატარა თხელი მახსოვს თუ არ ვერ ვიტყვი ამას რა. მაგრამ იყო ფეხბურთზე წიგნები, რომელსაც სხვადასხვა ავტორები წერდნენ. და ეხლა სკოლაში რომ ლექს ვერ ისწავლე და ფეხბურთის წიგნიდან რომ ციტატა გახსოვს 40 წელს, ეს მაგარი ეს არის, რა ქვია რა. ალბათ ბევრს ახსოვს ვინც იყო ეს პატარა წიგნი გუნდები და ვარსკვლავები. კი გამრეკელი იყო უნივერსიტეტში ჩვენი ლექტორი, მისი ავტორობით ახალგაზრდობაში დაწერილი. მე მგონია ეს იყო რაღაც ეპოქის ბესტსელერი. ნუ ტირაჟები არა აქვს დიდი, მაგრამ ეს არის ასეთი წიგნი ხელში რომ ან ვიღაცასთან რომ მიხვალ მეგობართან ახალგაზრდას და ფეხბურთის წიგნს დაინახავ და არ იყო ამით ნებივრობა და ის ასე რომ ონლაინ ვერ გამოიწერდი მოგეხსენება და გუნდები და ვარსკვლავები.
იქ ბევრ ევროპელ და სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავზე იყო. სხვა წიგნებიც მახსოვს, ბუნდოვანი ფოტოებით, ტომი ტეილორი ამხდარია თავით შტანგაზე მაღლა, ზედა ძელზე, ასე რომ ვთქვა, ასეთი ფოტოები იყო უცნაური. დიდი რო თავით კენს, ქვეშ ეწე პირველ სიტყვა ფილიგრანული გავიგე ფეხბურთის წიგნი და ეწე დიდი აქვს ფილიგრანული ტექნიკა ფოტოს ქვეშ 60-იანი წლების წიგნებია ეს. 50-იანშიც იყო ერთი. აი ესეთი ფრაზა მახსოვს 64 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი 64-ის არის ხო თუ არ ვცდები ინტერი რეალი 3-1 აი დი სტეფანოს ბოლო ფინალი თუ აკვეპენგა გადაბერებული რო იყო წიგში იყო ესეთი ფრაზა მოედნის სიღრმიდან დაძრულმა სანდრო მაცოლამ მიიღო ინტერის კაპიტნის პიკის გადაცემა გვერდი აუარა სახტად დარჩენის სანტა-მარიას და მესამე გოლი გაიტანა რეალის კარში აი ეს ლექსზე უარეს ხო აი ესე მახსოვს შეიძლება არ მახსოვს სწორად მახსოვს არ მახსოვს ეს არის trasporto si portasse nel frattempo anche un incaricato dell'Inter per la circostanza è Chiesa Milani da Mazzola rete ha raddoppiato Milani აი ეგ არის ფეხბურთის წიგნის სიდიადე რომ ის ბევრად მხატვრულია ხოლმე ზოგჯერ ვიდრე ფეხბურთი აი ეს არის რა ქვია საოცარი რაღაც თაბეჭდილება გამოყოლილი სამუდამოდ პატა და ქართულად ფეხბურთის წიგნები ეს ამბავია რა ქვია ქართულ ფეხბურთზე აუცხელ ფეხბურთელებზე რაღაცა ეხლა ეს წიგნები გამკრალი კრემა მე საჭვერბო ძალიან ძნელი 1-2 რაღაცა შემთხვევით გადანახული და იმიტომ რომ ეს სუესია რომ მომეც მოგეცი ამბავია იმიტომ რომ უკეთესი რა უნდა დაიკითხო ადამიანმა დღემდე უცნობია რა ქვია როცა მithumetes არ იცი ეს ყველაფერი არ არის დღეს არის ძალიან მაგარი რომ აღარ იცი სად დაემალო ფეხბურთს არ იცი რა ქვია რა ერთი დღეა მე მგონი პარასკევი როცა შეგიძლია რომ ფეხბურთზე 4-5 თამაშისგან დაისვენო კაია ეს რა თქმა უნდა აღარ არის ერთ ის რა ქვია გარე სიარ მინდორში ანტენები ცირბილი და ეს იუნოს 303 ტელევიზორი ესეთი რომ შავ-თეთრი უხმო თურქული რეპორტაჟები და ეს ყველაფერი ეს ეპოქაზე გადავიდა ეს ყველაფერი არის ოთახში და კარგია და ადრე ეს ყველაფერი არ იყო ეს იყო წიგნში შენ იმიტომ მახსოვს ის რომ ეს გოლი უნდა დაიმაღ ფეხბურთში რა არის გოლია ხო 1000 სხვა რამესთან ერთად არის ყველაზე სქელი ქართული წიგნი ფეხბურთზე არის ბურთით 900 იქით აი ეს არის წიგზე დახატი ავტორი ავთანდილ ღოღობერძე იგივე ბასა ამას ახლა სუპერი დაკარგული აქვს დრო და ჟამის ხმარების გამო ტირაჟი 30000 ქართულად 30000 რუსულად 1963 წელი ეგ დრო ამ წიგში აღწერილია სანამ ბასა თბილისის დინამოში თამაშობდა გუნდის ყველა უცხოური მოგზაურობა საინტერესო ეს წიგნი ამ მხრივ ძალიან და ისედაც საინტერესოა მე თუ სხვა მხრივ საინტერესოა მე თუ მკითხავთ რა თქმა უნდა ამ წიგნს ხავს გოსტრაიტერი როგორც ჩვენ ვიტყვით ეს არის კარონა კოპოვი რომელიც 20 წლის წინ გარდაიცვალა ეს არის ძველი სპორტული ჟურნალისტი თვითონაც სპორტსმენი თბილისელი სტატისტიკოსი აი ჩვენ რო ბავშვობაში ჩვენ რა გვიყვარს და ჩვენ გვიყვარს და ყოველწლიური წიგნი ფეხბურთი 77 ფეხბურთის ესეთი კრებულები გამოდევდა ყოველ წელიწადს სტატისტიკით და ყველაფერი ამით და ამათი უცვლელი ავტორი იყო ათწლეულების მანძილზე გარონა კოპოვი და სავეცკის სპორტის კორესპონდენტი მოკეთ დიდი რა ქვია სპორტული ცოდნის და დამსახურების ადამიანი და აი როდით ხანს იცოცხლა ქართული ვარიანტის და რუსული ვარიანტის ავტორიც რა თქმა უნდა და იქ ჩანს სად არის ჟურნალისტი ასე რომ თქვა რაღაც ზოგად ცნობებში და სად არის თვითონ რა ქვია ბასას მონათხრობი ამ წიგნში
დღეს სხვანაირი დრო, აი იმებს გამოკითხებს ატარებდნენ, მე მახსოვს ერთხელ ინგლისში ჩაატარეს და მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარეს და რაღაც ბეკემი გავიდა პირველ ადგილზე მაშინ თამაშობდა ვიღაც აი ბოლო 15 წლის და ხალხი აღშფოთდა რომ როგორ ჯორჯ ბესტი სამეულში არ უნდა იყოს, ბობი ჩარლტონი სამეულში, ვინც იმ გამოკითხვაში მონაწილეობს იმათ ხო ისინი არ უნახავთ კაცო. ბავშვები არიან რა. ბასა ყოყუბერძე იყო უდიდესი ფეხბურთელი. ალბათ იშვიათია რომ ფეხბურთელი ასეთი სიყვარულით სარგებლობდეს ხალხში. ხა იმ ადამიანს რომელსაც მე მოვესწარი და ვილაპარაკე. იმის მიუხედავად რომ დიდი ტიტულები დინამოში არ მოუპო. ბასა იყო დინამოში ერთ-ერთი ყველაზე რთულ დროს 53. მანამდეც იყო, მაგრამ აი 53 წლიდან ბოლოს რომ მესამეზე გავიდნენ და მე დამთავრდა ეს და დაიწყო ცვლად ჭრელების ფეხბურთი. ბასა ყოყუბერძე თბილისის დინამოში თამაშობს 17 წელიწადი. ამდენი არ უთამაშა ამას. ომის დროიდან. თორსტი 43 წელს მანამდე ჯარისკაცი იყო. ეს არის ფეხბურთელს საერთოდ ჯავშანი ჰქონდა და მე არ ვიცი ზუსტად ისტორია, მაგრამ საჭირო ფეხბურთელს თუ მოხვედრილი იყო თუ ახალგაზრდა იქ მოიწვევდა ფეხბურთელს ჰქონდა ჯავშნები. აი ამ ასე ვთქვათ A-კლასი, იმიტომ რომ ეს საჭირო ხალხი იყო ყველა იმაში რა ქვია რა. სახელმწიფოს მანე და მით უმეტეს 53 წლის მერე მაგ დროს თელ ევროპაში და საბჭოთა კავშირის თავისთავად შეწყვეტილი იყო ჩემპიონატები, ხო? ამას ბევრი მოგონებები აქვს უცხოელი ფეხბურთელებსაც არის 4 წელი რა შვებოდნენ და 4 წელი ფეხბურთელისთვის დიდია უქმობა, ხო? და რაღაცა ეს ტრაგიკული დრო იყო საერთოდ და თბილისის დინამოსაც ძალიან დაარტყა ჯერ მარტო ბორის პაიჭაძე 4 წლით მოხუცი გაიორ ჯეჯელავა 4 წლით მოხუცი ქვია ამას ფეხბურთში უცბად გამო არ არის რეგულარული არ არის ბასა მოიყვანეს ამავე წიგში უწერია ესე რომ 21 წლის სოხუმელია მასე სოხუმში თამაშობდა და მერე ომი არის უსაყვარლესი ფოტო ძალიან კეთილი ღიმილით საბჭოთა ჯარისკაცის ფორმაში 53 წლიდან იყო თბილისის დინამოში 21 წლის მოვიდა და 40 წლამდე ითამაშა კაცმა თავდასხმელი ნახევარში ალბათ ყველაფერი იყო რაც მოედნის იქით ამ მხარეს ხდება და ბოლო 10 წელი წაერთული წლები ის იყო გუნდის კაპიტანი უცვლელი და ეს ადამიანი იყო იმ 50-იან წლებში აი ეს რომ მოთავდა ბაიჭაძე ჯეჯელავა პანიუკოვი ამათი თავ უპირველესი იმე ძალიან მძიმე წლებში მართლა თბილისის დინამო საკმაოდ ეხა თბილისის დინამო ძალიან დიდხანს მე-9 ადგილს ქვემოთ არ ყოფილა მაგრამ წლები იყო რთული იმიტომ რომ მოსკოვის გუნდები რო გაბურთავებენ 4-1 6-ით ეს რთულია რა ამ დროს იყო კაპიტანი. დიდი არაფერი ტიტული. 10 წელიწადი ეს ბევრია. ნუ ჯერ შოთა შაგულიძე იყო, მერე ბორია იყო და მერე ბორია წავიდა და ბორიას მერე სხვადასხვა სამწიქს აქვს ბორია პაიჭაძის წინა სიტყვა. და წერს ამ კაპიტნობაზე. მაგრამ წერს ესეთი საბჭოთა ეს დადგა საკითხი ახალი კაპიტანი. არა ბავშვო თვითონ იყო. კაპიტანის და ყველა მერთხმა თქვა რომ უნდა იყოს ბასა. ეს იყო ფეხბურთელობის მერე ძალიან წესიერი ადამიანი, იშვიათი პატიოსნების ადამიანი, იშვიათი და იშვიათი რაღაცა მეგობრულობის და იმას რა ქვია. ამდენი წელი ითამაშა, სანამ რამაშენგელი არ გამოჩნდა ბასა ყოყუბერძე იყო თბილისის დინამოს მთავარი ბომბარდი, 127 გოლი ამ ჩემპიონატებში, საბჭოთა კავშირის. სხვაები უსწრებდნენ ის რუსები რა ქვია, ფედოტოვები და ისინი, რა თქმა უნდა, ფედოტოვის კლუბი იყო, ანუ იმან გაიტანა პირველმა 100 გოლი. 127 ნუ მე რამაშენგელიამ გადაუსწრო. როგორ თამაშობდა ბასა? ანუ შეგრძნება როგორ იცი რომ გიყვებოდნენ ბასა როგორი იყო ამბობდი. ძირთად ხო გეუბნა აი ეკითხებოდი უბრალოდ რომ როგორია პაიჭაძე. როგორი იყო პაიჭაძე. ტრავმამდე იყო ზღაპრული, ძახმა, ტრავმა ხონა 40 წლების მეორე. ტრავმის მერე ძალიან უჭირდა, მაგრამ მაინც მაგარი იყო. მე გითხავდი ახლა ყველას გაიორ ჯეჯელავა იყო ძალიან ტექნიკური და საოცარი ფეხბურთელი და მაგარი ბასა როგორი ხო და გეუბნებოდნენ რომ ბასა იყო ყველაფერი არ გეუბნებოდნენ ბასა რა შევდა გეუბნებოდნენ ბასა მაგარი იყო გეტყოდნენ
ერთი გეუბნებოდნენ რომ აი მოდიოდა საშინელი ძალით ბურთი ბასა ახვედრებდა ამ ადგილს და ბურთი ჩერდებოდა. აი ეს რაღაცებს გეუბნებოდნენ უცნაურს. გაიხედა და ბასა აძლევდა ამდენი გოლის გამტანი კაცი. სულ. ბარემ რახან ახლა ისა აი ნოდარ დუმბაძის ზიან ღამეში არის გადასარევი ეპიზოდი რომელიც ხდება კიროვის პარკში რა. ესეთი სახალისო ეპიზოდია, ცნობილი გულშემატკივარი, იცით როგორც იყო ეს კიროვის პარკის ცალკე ისტორია. იქ არის ნოდარ დუალი, გოგი დემეტრაძე მონაწილეობს, რა ქვია, დიალოგში. ქართლოსი და ელგუჯა. ქართლოსი არის ქართლოს სვანიძე ცხადე და ელგუჯა ამაშუკელი და მე არის, გმირი. ავტორია სინამდვილეში და ეს კიროვის პარკის ამბავი ცნობილია და იქ ავტორი ხდება ამ ფეხბურთის გულშემატკივრებში და ფეხბურთზე იყავი უგუშინო და არ მიყვარს ფეხბურთი, ეს ცნობილი დიალოგი ფელამუში მიყვარს, მე წამოიღე ფეხბურთი და და ქართლოსი ამბობს, ბასა გენიოსია, ესეთი დიალოგი, ბასა гениосия და ყვება გოლს. Начинается встреча второго круга на первенстве страны по футболу. Результат сегодняшней встречи имеет важное значение для хода дальнейшей борьбы за звание чемпиона. მარღანიამ გაუგორა ხოჭოლავას, ხოჭოლავა მიაწოდა ავტოს, ავტო არის ავტომობილჩკო ასელი. ავტომ ორი კაცი მოდა ბასამ რო დაინახა რომ ავტომ ბურთი წამოიღო, ბასა წავიდა მარცხნივ და წაიყვანა ორი მცველია უნება. ეს ვინც ფეხბურთს უყურებს, იმის გასაგებია, ავტომ ორი მოატყვა და მის წააკეთ გაგნიძეს. გაგნიძე მივიდა საჯარიმოს კუთხეში, წამოესია 4 კაცი. იქით რა ქვია ბასა არის ცარიელი, მაგრამ აქეთ უკვე რა ქვია ავტო ცარიელი გაუგორა ავტოს ყველა მყლაპეს რუსებმა იაშინმა ყლაპა ეუბნება მოსკოვის დინამოსთან თამაში. ხო და ისეთი ცუცურმა ბურთი გააგორა ავტომ აქეთ კუთხეში იაშინი ვერ მიხვდა და გოლი გავიდა რა. და ამბობს გენიოსია ბასა. ასე თავდება ეს რა ქვია ნაწყვეტი. ეს ეკითხება ხა ნოდარ დუმბაძე, ანუ მე და ბასამ რაქნა და ისე უნება პრაფანი ხარ რა უნდა გელაპარაკო ბასამ ორი მცველი წაი ეგრო უბურთოდ თამაში ბასამ ორი მცველი წაიყვანა თამაში როგორ მოჟე გაიყვარა 4-1 წავაგეთ აი ეს მძიმე წლებია რა მიხვდით რა მოსკოვის გუნდები განსაკუთრებით კიევმა საერთოდ დაგვიწყო მოგება და ეს და არა ძმაო ფეხბურთი ხელოვნება ეს რაღაცა ამაზე ლაპარაკობენ კამათი მოხდება რა ქვია და ეს ამბობს კი გავიგე ბატონო გავიგე ბასა ბეთჰოვენია ეს რა ქვია სერვანტესია გაგნიძე სერვანტესია ხოჭოლავა არის მოცარტია გავიგე ბატონო ფეხბურთი ხელოვნება მაგრამ სარი და მე გოგი დემეტრაძე კამათში შემოდის და რაღაცა და თავის ამბავშიო ბასაო ეუბნება მოცარტიც ესა ბეთჰოვენიც არის და მეტიცო და რა ამბავშიო ესე კითხება სპორტშიო და ესე იგი სპორტი ყოფილაო ხო ამაზეა კამათი ხო და ეს ეუბნება ქართლში სპორტი შენ რო ლექსებს წერ ის არის და ეს ხელოვნება Они прорываются на штрафную площадку армейцев. Вперед выходит Гагабидзе. Удар. Гол. 1-0 в пользу Брестского «Динамо». ეს არის ბასა მოგონებებში და საოცარი ამბავია საერთოდ რა კაცი რომელზეც გუნდი ეს იყო ყოველ წელიწადს მსვლელი იცვლებოდა ეს იყო უბედური ეს კაცი იყო მუდმივი რაღაცა ძალიან დიდი დროის განმავლობაში დააკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო და არ შეეძლო არა მარტო კარგი ადამი იყო უპატიოსნესი მოთამაშე იყო არ გაჩერდებოდა არა მოისუნთქავდა არ შეხედავდა რომ გაიგავატარე და ეს ასეთი და დანარჩენი მე გავაგზავნოთ ხელმოწერა